სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას და ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები, რომელიც ჩაწერილი იქნა 1991 წლის დეცემბრის. შემდეგი კითხვა არის უფრო რაღაცა ტექნიკური კითხვა არის და შეიძლება ქართულ მოსმენელებმა კარგად არიცოდნენ ყველამ ის ვინც მისდევს ქართულ ესე ვთქვათ ქართულ ენაზე ბატონი თეოფილე მალაქიას საუბრებს, ქალბატონი ნატალიას საუბრებს, მათ უფრო უნდა იცოდნენ, მაგრამ სვენელი რომელიც პირველად ისმენს ესეთ რაღაცას, რომელიც ეხება 1000 წლეულს, რომლის ლათინური სახელია მილენიალიზმი, ხო, მილენია 1000 წელი, იქ არის სამი ვერსია: ამილენიალიზმი, პრიმილენიალიზმი და პოსტმილენიალიზმი. ალბათ გასაგებია, ხო? ესე 1000 წლეული, 1000 წლეულის წინა, პრი და პოსტ, 1000 წლეულის შემდეგ. და ეს პიროვნებაც, ვინც სვავს სახელი გლენ უილიამსი, აინტერესებს ეს საკითხი, განსხვავებები ამათ შორის. ძირითადი ორს ადარებს, ამილენიალის და პრიმილენიალის და მე ბატონი ჯონი, რა თქმა უნდა, არ გამოტოვებს ის, რომ პოსტმილენიალიზმზეც არა თქვას ორი სიტყვა. აი ესეთი არის ეს კითხვა. ჯონ, მე ვარ გლენ უილიამსი და ჩემი შეკითხვა ეხება ამილენიალისტებს და პრიმილენიალისტებს. დაახლოებით 12 წელი ვიყავი ხეობის ქრისტიანული ეკლესიიდან, ну ესეთი ვალი ქვია, ვალი ქართულად ხეობა არის, ერთ-ერთი ეკლესიის წევრი. და დაახლოებით წელიწადნახევრის წინ წამოვედი და თქვენთან ვარ და ამისთვის ვადიდებ უფალს. და ამდენი ხნის განმავლობაში წლებია მე ვუსმენდი ასევე დოქტორ ვერნონ მაგის. და მე ვიხვდი რომ მე უფრო ბაპტისტი ვიყავი ამ ხნის განმავლობაში, ვიდრე ქრისტიანი. ეს კიდე ბატონ ვერნონ მაგის დიდი დამსახურებაა და ეხლა მე ვარ პრემილენიალისტი. იცით რომ ისინი ხშირ შემთხვევაში როცა კითხულობენ ძველი აღთქმა იქნება პეტრე, იგავები და ასევე გამოცხადების წიგნს ხშირად მოიხსენიებენ ხოლმე ისრაელს როგორც ეკლესიას. და რატომღაც სიმბოლურად ყოველთვის ისრაელში ისინი ამოიკითხავენ ეკლესიას და მიდიან ამილენიალიზმის პოზიციაზე. რომ ყველაფერი ეს სიმბოლურად არის გასაგები და ყველაფერი ისრაელის ეხება ეხლა უკვე ეკლესიას. და მე ვფიქრობ, რომ ეხლა მინდა თქვენგანაც მოვისმინო, რომ ცოტათი ისაუბროთ ამათ განსხვავების შესახებ. რა თქმა უნდა, ჯონ მაკარტური პასუხობს. ძირითადად როცა 1000 წლეულზე ვსაუბრობთ, იცით ხომ, რა იგულისხმება? მილენიუმ, ეს ლათინური სიტყვა, რაც 1000 ნიშნავს. გამოცხადების წიგნი ამბობს, რომ მომავალში მოდის ეს 1000 წლეული. დედამიწაზე ქრისტეს 1000 წლიანი მეფობა იქნება, მიწიერი, მიწაზე. ამას თქვენ ვერ უარყოფთ, იმიტომ რომ ამას ამბობს ბიბლია. და გლენი ეხმაურება აღფრთოვანებული. სამჯერ უფალია. რა თქმა უნდა, ასეა. გულისხმობ მე ამას და შემიძლია ახლა მე წაგიკითხოთ ისევ ეს ადგილი გამოცხადების წიგნიდან, უფრო კარგად ნათელი რო იყოს ქართველი მსმენელებისათვის გამოცხადების მე-20 თავის. და ვიხილე ზეციდან ჩამოვალი ანგელოზი, რომელსაც ხელში უფსკულის გასაღები და დიდი ჯაჭვი ეჭირა. შეიპყრო გველეშაპი ძველი გველი, რომელიც არის ეშმაკი და სატანა და შებორკა 1000 წლით. ჩააგდო იგი უფსკულში, ჩაკეტა და დაადო ბეჭედი, რათა აღარ აცდუნოს ერები, ვიდრე 1000 წელი არ შესრულდება. ამის შემდეგ კი მცირე ხნით განთავისუფლდება. ავიხილე ტახტები და მათზე მსხდომლი და გადაეცათ მათ სამჯავრო და იესოს მოწმობისა და ღვთის სიტყვისათვის თავმოკვეთილთა სულები, რომლებმაც არც მხეც სცეს თაყვანი, ანუ ანტიქრისტეს, არც მის ხატებას და არც მის ნიშანი მიიღეს შუბსა და ხელზე. ისინი გაცოცხლენ და მეფობდნენ ქრისტესთან ერთად 1000 წელს. სხვა მკვდრები კი არ გაცოცხლენ, ვიდრე არ შესრულდა 1000 წელი. ეს არის პირველი აღდგომა. ნეტარია და წმინდა ის, ვისაც პირველ აღდგომაში აქვს წილი. მათზე ხელმწიფება არ აქვს მეორე სიკვდილს. ისინი იქნებიან ღვთისა და ქრისტეს მღვდლები და მასთან ერთად იმეფებენ ისევ 1000 წელს. ეს უკვე მესამეჯერ თუ მეოთხეჯერ არის, ხო?
და კიდე მეხუთეჯერ, მეშვიდე მუხლი. 1000 წელი რომ შესრულდება, გათავისუფლება სატანა თავის საპყრობილედან და გამოარათა დედამიწის 4-ბე კუთხეში შეაცდიოს ერები, გოგი და მაგოგი და საბრძოლოდ შეკრიბოს ისინი, რომელთა რიცხვი ზღვის ქვიშასავითაა და გამოვიდნენ დედამიწის თელ სივრცეზე, გარშემო ერწყნენ წმინდათა ბანაკს და საყვარელ ქალაქს და ჩამოვიდა ცეცხლის ზეციდან და შთანთქა ისინი. ხოლო ეშმაკი მათი მაცდუნებელი ჩაგდებული იქნა ცეცხლისა და გოგირდის ტბაში, სადაც ხეცი, ანუ ანტიქრისტე და ცრუ წინასწარმეტყველი იმყოფებიან და იტანჯებიან დღე და ღამე უკუნითი უკუნისამდე. რამდენჯერ არის უკვე 4-ჯერ თუ 5-ჯერ დავთვალე, ხო? 4-ჯერ მინიმუმი 1000 წელი ნახსენები და ბატონი ჯონი აგრძელებს. ესე იგი აქ ნათქვამია რომ იქნება 1000 წელი და ქრისტე იმეფებს დედამიწაზე. ახლა თქვენ შეგიძლიათ იფიქროთ ამაზე და თქვათ, ეს არ ნიშნავს 1000 წელს. ან თქვათ, რომ როცა ღმერთი ამბობს, მე კპირდები რომ აღვადგენ ისრაელს, თქვენ აქ იგულისხმოთ, ეს არ ნიშნავს იცით ისრაელს, ეს ნიშნავს ეკლესიას. და თქვენ შეგიძლიათ ასევე, იცით რა, ეს მიწიერი სამეფო არ იქნება. ხედავთ, ეს არ ნიშნავს მიწიერს, არამედ ეს რაღაცა ზეციურს ნიშნავს. მიწიერი ნიშნავს იქ ზეციურს. და აქ ისრაელი თითქოს ნიშნავს ეკლესიას. და აქ 1000 ეს ნიშნავს რაღაცა მარადისობას და არა პირდაპირ გაგებით ლიტერატურულად, ინგლისურად ესე ითქმის ლიტერატურულად, ანუ სიტყვა სიტყვით 1000 წელს. და გლენი პასუხობს, დიახ ჯონ, მეც ასე მეუნებოდნენ და ასე მასწავლიდნენ ამელენიალისტები ჩემს ეკლესიაში. და ჯონი ეუნება და ვინ უთხრა მათ ეს? საიდან ამოიკითხეს? მეც ეს მაინტერესებს, პასუხობს გლენი. ხედავთ, ისევ და ისევ თქვენ დაბრუნდებით იმას, რაც ჩვენ თქვით, რომ ეს ყველაფერი არის არასწორი თეოლოგიის საკითხი. თქვენ თუ აპირებთ წმინდა წერილში 1000-ლოვანი ხედვის პოვნას, თქვენ ეს უნდა ნახოთ, ხომ, წმინდა წერილში? ნახეთ? განდევნა ღმერთმა თავისი ხალხი, რომელიც მან წინასწარ აირჩია? აბსოლუტურად არა. მე გენოიტო. კარგი, თუ მან არ განდევნა თავისი ხალხი ისრაელი და არ უარყო, რომელიც მან წინასწარ ამოიცნო და წინასწარ აირჩია. ესე იგი, მას უნდა კონდეს მათთვის გეგმა, ხომ? მას უნდა კონდეს ამ ისრაელისთვის კიდე მომავალში გეგმა. ასე რომ ჩვენ ვამბობთ, რომ მოდის 1000 წლის სამეფო. და ვის დაპირდა ეს სამეფო? ისრაელს. ისრაელში დაპირდა მიწიერი სამეფო. მთელი ძველი აღთქმა ამას გვეუბნება, ესაიას წიგნის მთელი ბოლო ნახევარი. დანიელის სამეფო, ყოველთვის ამას ხედავ ჩვენ. და ყველა ებრაელი გახსოვდეთ, რომ ცხოვრობდა ამ სამეფოს იმედით, რომ მიწიერი სამეფო დამყარდებოდა, რომ ისინი იქნებოდნენ წამყვანიერი. და როდესაც მესია იესო ქრისტე განკაცებული მოდის დედამიწაზე, მაშინ მათ ეგონათ მოწაფეებს, გახსოვთ ხომ? ეს არის მოციქულთა საქმეებშიც ყველგან, რომ ახლა დაამყარებს სამეფოს? ეს არის დრო? იმიტომ მათ ჟეროდათ, რომ ეს იყო მიწიერი, ნამდვილი პირდაპირი მიწიერი სამეფო. და ვგულისხმობ, რომ ისინი არანაირად არ იყვნენ ამილენიალისტები. თქვენ ახალ აღთქმაში ვერ ნახავთ ამილენიალისტებს. მათ ჟეროდათ ნამდვილი მიწიერი პირდაპირი გაგებით სამეფოსი. და როდესაც ისო თქვა, როგორც თქვენ ხედავთ, რომ ის წავიდა, ის მოვაო, გახსოვთ ხომ? როდესაც ანგელოზი ეუბნება, როდესაც იესო ქრისტე ამაღლდება, ის ფიზიკურად წავიდა და ფიზიკურად მოვაო. ის წავიდა მიწიდან და ისევ დაბრუნდება დედამიწაზე. ასე რომ არსებობს პირდაპირი სამეფოს გაგება. ნათქვამია, რომ ეს იქნება 1000 წლით. ასე რომ ჩვენ გვჯერა 1000 წლიანი, 1000 წლოვანი სამეფოსი. ახლა ისმის კითხვა, ეს არის ეს ნამდვილი სამეფო? და მილიონერისტები ამბობენ, არა, ეს სულიერი სამეფოა, ისინი ამბობენ. არა, ეს არისო ეკლესიისთვის. და აქ არ იგულისხმებაო ისრაელი. ჩვენ ვართ ახალი ისრაელი, ეკლესია, ღმერთის ისრაელი და როცა ისრაელმა ჯვარზე აცვა მესია, ღმერთმა ისინი განზე გაწია და მიატოვაო. და ეს ყველაფერი უკვე ჩვენთვის არის, ეკლესიისთვის არისო. ახალი ისრაელი ჩვენ ვართ ჭეშმარიტი ებრაელებიო. კარგით გასაგებია, მაგრამ როგორც მე ადრეც გეხსენეთ, ხო?
ამის შემდეგ თქვენ რას უშვრებით რომელთა წერილში მე-9, მე-10, მე-11 თავში თქვენ უკვე რეალური პრობლემები გაგიჩნდებათ. რას აპირებთ აქ? სადაც ღმერთი ამბობს ხომ, რომ მას არ განუდევნია, არ უარყვია ისრაელი. რას უპირებთ, როცა ნათქვამია ზეთისხილის ტოტებზე, დამყნობაზე, ველურ ზეთისხილზე, რომელიც ემყნობა ბუნებრივს. რას ოპირებთ, რომელთა მე-9 თავში, როდესაც ნათქვამია, რომ ისრაელი ახლა გარეთ არის, წარმართები გადარჩებენ ისრაელის შურის გამოწვევის მიზნით, რათა გამოსყიდული იქნენ ისინი, რათა უკან დაიმყნონ. ესე იგი, ღმერთს აქვს მომავალი ებრაელებისთვის. ასე რომ ჩვენ ვართ პრემილენიალისტების მომხრე. რომ მოხდება ესრაელის ერის შეკრება 1000-ლიან სამეფოში და ისინი იმეფებენ ქრისტესთან ერთად. და გლენია პასუხობს დიდება უფალს. ეს არის პრემილენიალიზმი. ახლა ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არის კიდე მესამე გაგება. რა ამას უწოდებენ პოსტმილენიალიზმს, რომელიც ამბობს, რომ ჩვენ უკვე 1000 წლეულში ვართ და ის სულ უფრო და უფრო უკეთესდება და უმჯობესდება. სანამ საბოლოოდ უფალი ავტომატურად არ აიღებს ამ ძალას. და ეს ძალიან კარგი იქნება, ის შემოვა და ჩვენ ძლივ შევამჩნევთ ამ განსხვავებასო. აი ეს არის მათი გაგება. ახლა ეს გავს იმას, თუ თქვენ გჯერათ, რომ მე მაქვს ხიდი, მეკუთვნის ბრუკლინში, რომელიც თქვენ უნდა მოკიდოთ თქვენ. გმადლობ ჯონ ამ პასუხისათვის. დიახ, გმადლობ თქვენს.